თქვენმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბატონმა მარგველაშვილმა განაცხადა გააკრიტიკა შრომის კოდექსი და თქვა რომ ის უმუშევრობას გასდის. თქვენ გაიზიარეთ მისი პოზიცია. ყველა კვლევას ან დოკვლევა აჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უმუშევრობა არის მთავარი პრობლემა. ამ დროს იუსტიციის სამინისტრომ შეიტანა უკვე ეს პროექტი და ქალბატონი იუსტიციის მინისტრი მას დღემდე იცავს. ხომ არ მიუთითებს ეს თქვენს გუნდში არაკოორდინირებულობაზე და რა ბედია წევა შრომის კოდექსს მიიღებენ თუ არა მას მაინც მიუხედავად იმისა რომ თქვენ თვლით რომ ის უმუშევრობას გადის და აქვე თუ შეიძლება დიდი ამას გიპასუხებთ მე. იმდენ ძალიან ფართო პასუხი მაქვს თქვენ შეკითხვაზე. რამე თუ კითხვები ბევრია, თავრობამ მიიღო და იმის შემდგომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მოусმინა და ამის შემდგომ ატყდა აჟიოტაჟი, როგორც იცით და დაისვა კითხვები მათ რიცხვში მარგველაშვილის რეაქცია და ჩემი დათანხმებაც და ესე შემდგომ და მართლაც არის კითხვები. რა ხდება, როდესაც ეს თავრობამ დაამტკიცა და ამ დროს პრემიერი მოგვიანებით ამბობს, რომ არ ვარ და ასეთ ამის გავს მითითებებს აკეთებს. მე ვთვლი, რომ იუსტიციის სამინისტრომ ნორმალური კანონის შემოგვთავაზა, შრომის კოდექსი ნორმალური კანონმდებლობა იყო, ნორმალური კანონი იყო და ნორმალური სახე ჰქონდა მას, ევროპულთან ახლოს მდგარი. თავრობამაც ეს დაამტკიცა. და აქაც მინდა რომ გავაკეთო ანალიზი, რამე თუ პრესაში ბევრია კითხვები, ეს როგორ ხდება, რომ ამტკიცებს და მე კითხვები ჩნდება. თავრობის ხდომაზე შემოდის საშუალოდ 35-40 საკითხი და აბა გაყავით ახლა 2 საათი, 3 საათი, 3-4 წუთია ერთ საკითხზე და ძალიან დაწვრილებით ვერ განიხილავ ასეთ რთულ კანონს, როგორც შრომის კოდექსია. ერთადერთი კაცი, ვინც იყო წინააღმდეგ, იყო მარგველაშვილი, კენჭისყრის დაყენების საშუალება არ იყო, რამე თუ ერთი კაცი გამოდიოდა აშკარად წინააღმდეგ თავრობის ხდომაზე და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ჩემს პოზიციაზეც გავუსვავ ხაზს, რატომ მოვეკიდე ესე და რატომ არ წავიკითხე და არ ჩავეძიე, თქვა პირველ ეტაპზე და შემდგომში გავაკეთე რეაქცია, როდესაც მარგველაშვილს დავეთანხმე. ეს არის ნორმალური, რომ იუსტიციის სამინისტრო მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი კადრებით დაკომპლექტებული, ძალიან კარგი მინისტრი ყავს, კანონი შეიმუშავეს, ჩემი აზრით მას აკალდა ერთი რამ. არ იყო სათანადო დონეზე შეჯერებული ბიზნეს ელიტასთან, ბიზნესმენებთან. აკალდა ეს ნაწილი. მეტი არაფერი, მას ნაკლი არ ქონდა. დაქირავებულ სუფლებები არ ქონდა წინა შრომის კოდექსის მიხედვით. ევროპელები გაგიჟებული იყვნენ, როგორ შეიძლება ესეთი შრომის კოდექსის ქვეყანა მიცხოვროს. ჩვენ დაქირავებულების უფლებებს გადავხედეთ და ევროპულს მიუსადაგეთ. დამქირავებლის, როგორც ესე ამ დროს, როდესაც რაღაც სუდია და კარგი გინდა გახადო, მეორე მხარეს გადაღონა ხდება. რაც შეეხება მარგველაშვილი იყო აბსოლუტურად კორექტული, მას საჯაროდ განცხადება არ გაუკეთებია სტუდენტებთან. საუბრისაც გამოთქვა თავისი აზრით. თამაც როზა ლუქსემბურგი აბსოლუტურად დადებით ისიცავდა შრომელებს და ეს არის უარყოფითი პიროვნება და ამაზე ძალიან ცუდი აქცენტები გაკეთდა, რასაც შეადარა. მას ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ საჯაროდ არ გამოცხადებია და გუნდიდან არ გასულა ეს. შინაურად მოიხსენია და ჰქონდა ამის უფლება, რამე თუ ის თავრობის ხდომაზე წინააღმდეგი იყო. თავრობის ხდომაზეც მას ჰქონდა ყველაზე მეტი პრეტენზიები ამ მიმართულებით. მან ამაზე გამოთქვა სადღაც თავისი დამოკიდებულება, მაგრამ არასაჯაროდ ვიღაცამ ჩაუწერა, იცით ხო შედეგი, ეს ჩაუწერა სტუდენტებმა და გამოუგდეს, ესე მოხდა, ეს არაპირებდა საჯარო განცხადება საკუთარ მინისტრს, საკუთარ კოლეგას, არაპირებდა, არ არის ესეთი ტიპი, რომ მას ეტყოდა პირადად და უთხრა კიდეც და არასაჯაროდ გააცხადებდა. ნორმალური პროცესია ეს, რომ მე ვერ დავხარჯავდი ძალიან ბევრ დროს შრომის კოდექსის დამუშავებაზე. თანაც მე არა ვარ პროფესიონალი იურისტი. ეს გააკეთეს, დავენდე გუნდს, გააკეთეს, სწორედ დავენდე, სწორედ გააკეთეს. მოხდა რეაგირება ოპონენტები და ძირითადი ოპონენტები ამ შემთხვევაში ბიზნესმენები უნდა ყოფილიყვნენ. ამერიკის სავაჭრო პალატიდანაც იყო რეაქცია გააკეთა და ამ რეაქციაზე გავაკეთეთ მეორადი რეაგირება და ეს იყო ჯანსაღი პროცესი აბსოლუტურად ხდება კორექტირება, უფრო მეტი გათვალისწინება ხდება ბიზნესმენების პოზიციის, როდესაც 50-50-ია ჯობია ბიზნეს მეტი დავეხმაროთ ამ ეტაპზე და ეს პოზიცია დავიჭირე მეც გიორგი სოესაც ხარი დავუჭირე, რომ რა თქმა უნდა უსამართლო იყო წინა შრომის კოდექსი, აბსოლუტურად არ იცავდა დაქირავებულებს, მაგრამ ეხლა რომ ზედმეტი უფლებები მათ მივცეთ და ეს უფლებები შეუზღუდოთ დამქირავებელს, წარმოებელს, ინვესტორს, შეიძლება ყველაზე დიდი უსამართლობა დარჩეს ჩამოკიდებული, რომ სამუშაო ადგილები არაა. სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას და ინვესტორს უნდა ჰქონდეს ამის დიდი სურვილი და მათ რიცხვში ესეც ქმედებს გადაწყვეტილებაზე ინვესტორის როგორია შრომის კოდექსი. თუ შეიძლება, ანუ რა სახითაც ახლა შესული პარლამენტში. არა, პოლიტიკი სპეციალისტები მუშაობენ, ბიზნესმენების შენიშვნები გაითვალისწინეს, მაქსიმალურად გაითვალისწინეს ბიზნესმენებს და მეორე მოსმენაზე ამას ყველაფერს უფრო დახვეწილს მოეწიან საზოგადოებას.